ორშაბათობით კი ავდივართ, მაგრამ შიშკანკალით რა ვაი თუ იქეთ არ გადავიდეს ბავშვები რაღაცა და ეგ საშიშროება გვაქვს, მაგრამ ეს რა ვიცი ალბათ მოუგვარებელია ჯერჯერობით. საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანები, რომლებმაც რუსული სისასტიკე და ოკუპაცია საკუთარ თავზე გამოსცადეს 17 წელია წინაპრების საფლავებზე გასვლას თავისუფლად ვეღარ ახერხებენ, რადგან სასაფლაოზე მოქალაქეების დაკავების და ცხინვალში გადაყვანის საფრთხე მუდმივია. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აწვში ადგილობრივებს იმედი აქვთ, რომ აღდგომის დღესასწაულზე სალოცავებში ასვლას და მიცვალებულთა მოხსენიების დღეს სასაფლაოზე გასვლას სამართალდამცველების დახმარებით მაინც შეძლებენ. რა თქმა უნდა, აღდგომის დღესასწაული მოდის და რისკის შემცველია საფლავზე გასვლა, თუმცა ბოლო წლებია უკვე საფლავზე გასვლასთან ერთად პატრულირებს ჩვენი პოლიცია და არავინ არ გაუტაცებიათ საფლავიდან, მაგრამ სამხედრო ბაზა ჩვენი სოფლიდან ზუსტად 500 მეტრში მდებარეობს და გარკვეულად რისკის შემცველია მარტო საფლავზე ასვლა. არის მომენტები, როცა თუნდაც მარტო ვერ ახვალ და ვერ გაასუფთავებ საფლავს, რაც ძალიან სახიფათოა. შეიძლება ნებისმიერ დროს გადაგიყვანონ უბრალოდ. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან საფრთხეებზე საუბრობს ხურვალეთში მცხოვრები ლუდა სალიაც. მისი თქმით, ვრცელდება ინფორმაცია სოფლის მიმდებარედ სასაფლაოზე მავთულ ხლართების გავლების შესახებ, რაც ადგილობრივებს უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის. აღდგომოთ ყოველთვის არის საფრთხე, მაგრამ ამ ეტაპზეც ამ წელსაც ალბათ იმედი მაქვს, რომ დადგება ისევ ჩვენი პოლიციის ეკიპაჟები იქ, სადაც საოკუპაციო ხაზია და შეძლებს დაგვარად ალბათ ყველა შეძლებს რომ მივიდეს თავის მიცვალებულებთან და მოიხადოს ის ვალი, რაც აღდგომის დღეს კეთდება და ერთი ინფორმაცია რაც მაქვს მე, ის არის რომ აპირებენ იმ სასაფლაოს შუაში გაყოფასაც და აპირებენ რომ მავთულხლართები გაავლონ იქ არ ვიცი რამდენად თქვენ იცით როგორ არის ცოტა ზეგანზე არის სასაფლაო და მერე ცოტა უფრო დაბლა არის კიდე მეორე სასაფლაო ხურვალეთის და არის შემთხვევები რომ ხურვალეთელი ზევით არის დასაფლავებული, უმეტესობა კიდე არის რომ ჯუკაინელი ხურვალეთშია დასაფლავებული და მოხდება ისე რომ თუ იქ მავთულხლართი გაივლო ვერც ხურვალეთელიავა ნათესავის საფლავზე ჯუკანელებთან და ვერ ჯუკანელები ჩამოვლენ ხურვალეთში სასაფლაოზე და აი ეს სიტუაცია რომ იქ უკვე აპირებენ მავთულხლართის გავლებას, ეს მე მაქვს მოსახლეობიდან, ოსური მოსახლეობიდან მაქვს ეს ინფორმაცია და რა ვთქვათ, ახლა რო ვილაპარაკოთ რა არ გაავლებენ იმ ხაზს თუ მივა სახელმწიფო ჩვენი ქართული ხელისუფლება და ეტყვის რომ არ გაავლო მავთულხლართიო, არავინაც არ ეტყვის. ასე თანდათან კარგავ ტერიტორიებს. მიცვალებულთა მოხსენიების დღეს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში საფლავებზე უსაფრთხოდ გადაადგილების საკითხი იყო ერთ-ერთი ძირითადი თემა ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე. აი რაც შეეხება მოახლოვებული აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, აღნიშნული საკითხი იქნა დაყენებული ჩვენს მიერ, ასევე მხარდაჭერილი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ და პასუხად მივიღეთ, რომ განიხილავენ შესაძლებლობას, რათა აღდგომის დღეებში, რომელიღაც კონკრეტულ დღეს მოსახლეობას მიეცეს სასაფლაოების მონახულების საშუალება. ალბათ მეტი დეტალი უკვე, როდესაც თარიღი მოახლოვდება, გაზიარდება ცხელი ხაზის მეშვეობით, მაგრამ თავად პოზიცია, რომ ისინი განიხილავენ აღნიშნულ საკითხს, ეს დაფიქსირდა. მიცვალებულთა მოხსენიების დღე განსაკუთრებით მძიმეა დევნილთა დასახლებებში მცხოვრები ადამიანებისთვის, მათთვის, ვისაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნათესავების საფლავებისთვის პატივის მიგების შესაძლებლობა არ აქვთ და წითელ კვერცხს მავთულხლართებთან ტოვებენ.